ხშირია ხოლმე შედარებები რუსეთთან და აქ ორი ფუნდამენტური სხვაობა არის, რაც უნდა კარგად გავიაზროთ. პირველი, რუსეთი თავად როგორც სახელმწიფო არის დიდი, ძლიერი და საკმაოდ განსხვავებული ტრადიციის მქონე და განსხვავებული პოლიტიკური გზის მატარებელი ისტორიულად. შესაბამისად, მისი კონტექსტი და ქართული კონტექსტი არის სულ სხვადასხვანაირი. როცა ვლაპარაკობთ ავტორიტარიზმზე, საქართველოში და რუსეთში არ ახსენდებათ სხვა არაფერი ავტორიტარიზმზე, მაგრამ საქართველოში როცა ვლაპარაკობთ ავტორიტარიზმზე, გვახსენდება რუსეთი. ანუ ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საქართველოში გაიგივებულია ბრძოლა ეროვნულობისთვის. იმიტომ რომ ერთადერთი შანსი რომ დაკარგოთ ამოუკიდებლობა არის შეხვიდე ავტორიტარიზმში და შეხვიდე რუსულ ავტორიტარიზმში. როცა ვლაპარაკობენ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე, იქ სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს სიტყვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და ფიქრობდა ხო ესეთ პრობლემებზე, მაგრამ საქართველოს ემატება კიდევ ორი დამატებითი კონცეფცია. ერთი ეს არის ეროვნულობა და მეორე განსაბჭოება. ანუ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ გარდა სიტყვის თავისუფლებისა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისა, დღის წესრიგში ყოველთვის აყენებდა კიდევ ორ დამატებით მოთხოვნას. ერთი ეს არის ეროვნულობის გაძლიერება და მეორე საბჭოთა წარსულის გააზრება, რაც რუსეთში არ ყოფილა და ამიტომ შედარებები ძალიან უხერხული არის ხოლმე რუსებთან, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს და ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოებაში, ვიდრე რუსებს ჰქონდათ და მით უმეტეს ამათგან ორი არის იმპერიული წარსულის გადააზრება და მეორე ეროვნული სახელმწიფოს შექმნა და რუსეთსგან თავის დაღწევა.